ვინ ხარ მისთვის? ну რა ვთქვა, აპს, ეხლა არ ღირს ამარკანის აღება, მაგრამ ზუსტად ვიცი რაც არის შენ ხარ, პირველად ვთქოდი ნერვების ჭია. ადამიანი სულ გიყურებს, სისტემატიურად იჭვიანობს, შეიძლება ახლა განსაკუთრებით კარგი ენერგიებში ხარ, ან კარგად გამოიყურები, არ ვიცი. შენ ხარ მისთვის აკვიატებული იდეა, რაღაც ამოჩემება, თუმცა მე ვერ ვიტყოდი ეს რო ჯანსაღის კი სასიამოვნოა, მაგრამ ცოტა ისეთ მოზარდის ენერგიებში იმყოფება, მარტივად არის მოხიბლული ვიზუალზე, შეიძლება მარტივად წამოაგო, მაგალითად Facebook-ის ან Instagram-ის სტორებზე, პოსტებზე. კი, აშკარად მუშაობს ეს, როგორც ჩანს. ვინ ხარ მისთვის? მუდმივი ინტერესი, მუდმივი. და აქვს დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება. შენ ხარ ის ადამიანი, ვინც თვით შეფასებას უმაღლებს. შენი უარი და შენი ღიმილი და შენი დადებითი ყველაფერი მასზე მოქმედებს. უბრალოდ ბოლომდე ვერ დაარქვა ამ ყველაფერს სახელი. ზუსტად ცნობიერებს, რომ რაღაცა ისეთი მოქმედება და мотиваცია მაინც არ აქვს ბოლომდე გამოხატული შენს მიმართ, თუმცა როცა შენ არ ხარ, ან უსიამოვნო სიტუაცია უშენოდ ძალიან ტეხავს. ვინ ხარ მისთვის? იცი რა არის კონკრეტულად ვერ ვარქმევა ხა ამ ძალიან დიდ რაღაცა სერიოზულ მნიშვნელობას. მაგრამ შენ უნდა იყო. ასეთია მისგან მესიჯი. და იყავით. მე რა თქმა უნდა ყველას გისურვებთ წარმატებებს და დროებით. ყველას გელოდებით კომენტარებში.